მეგობარი აქტის მიღება ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, ამბობს სპექტრთან სატელეფონო კომუნიკაციისას პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე. მისი თქმით, ეს იქნება დოკუმენტი, რომლის მიღებითაც მთელი ცივილიზებული სამყარო და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, განვითარების დიდ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას. მეგობარი აქტის ინიციირება მოგეხსენება თქვენ არის ორპარტიული, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატიული უჯრედები ამ აქტს მხარს და ეს არის მთელი რიგი ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მომავალში ურთიერთობა საქართველოსთან იმ ავტოკრატიის პირობებში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩამოაყალიბა ამ ქვეყანაში. კერძოდ ეს გულისხმობს დასანქცირებას იმ პირებისას, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიულ კურსში შეიტანა განსაკუთრებული წვლილი და ეს არის ის ადამიანები, რომლებიც დგას ივანიშვილის რეჟიმი, იქნება ეს მოსამართლეები, პროკურორები, განსაკუთრებით საველები თუ სხვა. გარდა ამისა, ამ აქტში მოცემულია მთელი რიგი სიკეთეები, რომელიც შესაძლოა ამ აქტის ამოქმედების შემდეგ, ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ მიიღოს კონკრეტულმა ჩვენმა მოქალაქეებმა, თანამოქალაქეებმა. ეს არის სიკეთეები, რასაც ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობა, ეს არის ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებში, ამის გაძლიერება მოცემულია ამ აქტში. ასე რომ ჩვენ ახლა უნდა დაველებოთ ამ აქტის მიღებას, ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას და ამ აქტის მიღების შემდეგ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, როგორც თანამშრომლობას, როგორც პარტნიორობას, სტრატეგიულ პარტნიორობას მოგეხსენებათ, რომ ოცნების რეჟიმმა ფაქტობრივად გააჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასე რომ ამ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება უმეტესობისგან ჩვენ ამას ვფიქრობთ და ეხლა ვინც იმსახურებს იმას, რომ დასანქცირდეს ქართული ხალხის წინააღმდეგ მათი ნების დემოკრატიული ევროინტეგრაციის და დასავლური ორიენტაციის შეფერხებით უნდა დაისაჯოს ისინი ნაკლებად დაისაჯოს. ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ძალას, როგორც ევროპელებთან საუბრისას, ასევე ამერიკელებთან საუბრისას. ქართული ხალხი არ უნდა დაისაჯოს იმისათვის, რომ ოცნების რეჟიმი ესე იქცევა, რომელსაც ხავს პოლის პატიმრების, ინგლისის პატიმრების ამოცამდე მოიხსენებათ და რომლებიც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა. რუსეთს მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა, რადგან ეს არის ის, რაც მათ სურს, აღნიშნავს ტრამპი ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობს. იცით, ევროკავშირის ლიდერებმა რამდენჯერ მთხოვეს პუტინთან დარეკვა, იმიტომ რომ ის მათ ზარებს არ პასუხობს, აღნიშნავს ტრამპი. ამასობაში კი ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუზარდოს. ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენით. ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკა და ევროკავშირი ამჟამად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს გამოყოფენ. თუმცა მისი თქმით, ამ თანხის უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენაში ინვესტირებით. აქამდე ევროკავშირი და ამერიკა უკრაინას წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას უწევდნენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია იგივე თანხა დავხარჯოთ უკრაინაში თანამედროვე იარაღის შეძენაზე, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლები დაჯდება, ვიდრე ევროკავშირში ან ამერიკაში წარმოებული იარაღი. ეს ფაქტობრივად გააურმაგებს უკრაინის მიერ იმავე 40 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მიღებული იარაღის მოცულობას. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. წერს კუბილიუსი.
Saksstati განაგრძობს აქტიურ სამუშაო შეხვედრებს ინფორმაციის მომხმარებლებთან. გასული 2 დღის განმავლობაში ჩვენ გქონდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა იმერეთის, ასევე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მათ მივაწოდეთ ინფორმაცია Saksstatis პრიორიტეტული განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი პროდუქტების და განვითარებული სერვისების შესახებ და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა ინფორმაციის საჭიროებებს განიცდიან მუნიციპალიტეტებში, რათა ავსახოთ ისინი ჩვენს სამომავლო გეგმებში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის ის ინფორმაცია და ისეთ სახი წარმოდგენილი, ისე მარტივად წარმოდგენილი, როგორცაც დღეს Saksstati წარმოადგენს, Saksstatis აპლიკაცია იქნება, ვებგვერდი იქნება თუ სოციალური მედიის საშუალებებით, ძალიან მარტივ ენაზე არის მისაღები ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც ჩვენ დაგეგმარებაში გვიწყობს ხელს. მე ვთქვი, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, რათა ჩვენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებლებმა, მერებმა და საჯარო სამსახურებას სწორად დაგეგმოთ, ან რაღაც ანალიზის საფუძველზე გამოვასწოროთ რაღაც შეფერხებები, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია საპროგნოზო მონაცემებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა Saksstati-ს გადავუხადო, მთელ ჯგუფს, ძალიან დიდ გუნდს და მე კიდევ მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციის საშუალება გვექნება, უფრო მარტივად მისაღები და უფრო მეტ შედეგს მოგცემს ეს ჩვენს საქმიანობაში. ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. გადამწყვეტ მატჩში გორის ივერიონთან მარგვეთმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს საკუთარ მოედანზე 92-88 დაამარცხა. ეს სუპერლიგის მეოთხედფინალის ერთადერთი სერია იყო, რომელშიც მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. ყველაფერი წინა სერიის მეოთხე მატჩს დაემსგავსა, რომელსაც ბოლო წუთებში ივერიონი იგებდა, თუმცა დარჩენილ 3 წამში გაირკვა ყველაფერი, როცა სანდრო სანაძის სამხულიანმა მატჩის ბედი ზესტაფონელთა სასარგებლოდ გადაწყვეტა. მეხუთე სერიაში შეხვედრის ბოლო სტუმრებმა განსაკუთრებით საბრძოლო ხასიათი აჩვენეს. ვახტანგ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით მარგვეთმა 4 წუთიანი გაქცევა მოაწყო და დაწინაურდა კიდეც. თუმცა ივერიონი პოზიციებს არ თმობდა და ცდილობდა მატჩის გადარჩენას. გადამწყვეტი აღმოჩნდა გაფრინდაშვილის ორქულიანი, რასაც უგრეხელიძემ 3-იანით უპასუხა და სირენამდე წუთნახევარით ადრე 88-88 დაფიქსირდა. ნიშნულოვანი აღმოჩნდა გაფრინდაშვილის მორიგი შედეგიანი სროლა, რომელმაც მარგვეთს 3 ქულა მოუტანა. გორელებმა კი ამ პერიოდში ვერცერთი საკვანძო სროლა ვერ ჩააგდეს, რაც აკოლ მავეინის დამსახურებაა. ზესტაფონელთა ლეგიონერმა როგავას ნასროლს 2-ჯერ დააფარა. გორელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ ჯონსმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგვეთი მიუწვდომელი გახდა 92-88. მატჩი ამ ანგარიში დასრულდა კიდეც. გორელებმა გადამწყვეტ მატჩთან ერთად სერიად წააგეს. ზესტაფონელთაგან 20 ქულითა და 15 მოხსნით მავეინი გამოირჩა. 25 ქულით ბომბარდირი ვახტანგ გაფრინდაშვილი გახდა. მარტინის ანგარიშზე 22 ქულა და 5 პასია. ივერიონში კი 26 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო ჯეი პალი იყო. ნახევარფინალურ მატჩში ზესტაფონის სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს ქუთაის დაუპირისპირდება. მეორე წყვილში კი ურთიერთობას თესეუ და გურჯაანის დელტა გაარკვევენ. Bravo Goris Iverios, bravo Zestafos, ორივე გუნდმა შექმნა დღეს ის ატმოსფერო, რასაც საკალად გუთო ამინდი ქვია.